მოგესალმებით მეგობრებო ყველას, როგორ ხართ მოგიკითხავთ. გუშინდელ ბზობას დღევანდელი გამოხმაურება მოხვა. დომენიკ მანგომ გააზიარა ვიდეო, სადაც ის ამხელს, ესე იგი საპატრიარქოს. რადგან აქ საინტერესო საკითხები გაჟღერდა, რომ ბზით ბიზნესმენი მამაოები და მათი მსახურები ფულს აკეთებენ. და ისე უსინდისოდ აკეთებენ ფულს, რომ რომ აღარ უნდა მაგას უსინდისოდ აკეთებენ ფულს. ეხლა მე მომეწონა დომენიკ მანგოს ეს მხილება და გავაზიარე ჩემს გვერდზე. როდესაც ჩემს გვერდზე გავაზიარე დომენიკ მანგოს ეს მხილება, ამას მოხვა ესეთი უცნაური კომენტარი და ამ კომენტარზე ვისაუბრებ მე დღეს, მეგობრებო რა. რაღაცა დაგიპოსტავთ. ერთ-ერთმა კობამ, რომელიც ავარაუდოდ ჩემი მსმენელია, თორემ მე მისი კომენტარები პირველად წავიკითხე ახლა. და მიკომენტარა ასეთი კომენტარი. ეს მანგო როდიდან არის სიმართლის ეტალონი? ეს ის მანგო არა, უკრაინაში შესახოზეთ რომ წაიყვანა ხალხი ფული აკრიფა და მოდეხაო მისი წაყვანილი ამბობდა. მერე კაი კრისტიანივით იპოზიორა იქ და გამოიქცა. მისი წაყვანილები ვინ იცის რამდენი ჩაიხოცა იქ, ჯოჯოხეთის პასაჟირია ეს და ამის პოსტები ვის რაში ჭირდება. გაზარდე ბზა და გაყიდე. რა პრობლემაა? ხილება გინდა? ამხილე, მაგრამ ამ ურია სატანის პოსტებს რას გვიზიარებ? მეკითხება კობა. ჯერ ეგერთიც მე ვერ ხვდები წარსულში რატო ვიქიქებით, რა გააკეთა ადამიანმა თუ აწმყოში სიმართლეს ამბობს. მე ვერ ხედავ ამის საჭიროებას, რომ წარსულში ამა თუ იმ ადამიანს რა აქვს ნათქვამი, როდესაც მისი პირიდან ამ წამს გამოდის ჭეშმარიტება. ვთქვათ, ხო? თუ ვთქვათ, შენ გამომძიებელი ხარ და ჩაქუჩი გიჭირავს ხელში. კი ბატონო, შეგიძლია აიღო და მის სივს გაეცნო, რა გააკეთა, ვინ რა გააკეთა. ანუ თუ ადამიანი წარსულში ჩარჩა, ან მომავალში ცხოვრობს, ის აწმყოში ვერ არის, ანუ ანის წილ ვერ არის. ანუ შენ მეუბნები ამ კომენტარით, რომ შენ ანის წილ ვერ ხარ, ანუ აწმყოში ვერ ცხოვრობ, ვერ აანალიზებ რას ამბობს ადამიანი და იქეკები მის წარსულში, ან მის მომავალს უყურებ რა მოუვა მას. ხო, ეს იციან ხოლმე ძირითადად ვინც იწევლება, იმან მომავალში იწევლებიან და ვინც აწმყოში იყურება, აი ამ ადამიანს რა გაუკეთებია, იმ პარტიაში იყო, ამაში იყო, ეს გააკეთა, ის გააკეთა, იმაში იქეკებიან ხოლმე რა, რომ აწმყოს გაექცნენ. გესმის, ეს ერთგვარი აწმყოს გასაქცევი მიზეზია. ეხლა მეორე საკითხი ის არის, რომ რაც ამ ვიდეოში მანგომ ისაუბრა, ძალიან კარგი მხილება იყო იმ საკითხზე, აი რომ თქვი, რომ გაზარდე ბზა და გაყიდე, რა პრობლემაა. როგორც ჩანს, პრობლემაა ძმა, იმიტომ რომ იქ როგორც ჩანს, არ აყენებენ იმ ხალხს, ვისაც ბზის გაყიდვა უნდა, არამედ აყენებენ მხოლოდ თავიანთი წარმომადგენლების ხალხს, აი როგორც არიან სტიხაროსნები, მამაოები, მეუფეები და ასე შემდეგ. მეუფეები რა თქმა უნდა არ აყენენ, თვითონ არ დგანან, მაგრამ მეუფეების სტიხაროსნები დგანან. ანუ მეუფეების მონები დგანან გამყიდველებად. ხო, როგორც ახლა ჯვრის მონასტერზე ნებისმიერ იმ საკითხზე, რაზეც მეც საუბარი მაქვს და რაზეც სხვებსაც საუბარი აქვს, ის რომ დახლი დგას ჯერ კიდევ ეკლესიებში, ჩვენს მამა ქრისტეს მამის ეკლესიებში დახლი დგას. გასაყიდი საბაჭრო, ხო, იქნება ეს ბზა, სანთელი, ხატი, ნელსაცხებელი, რა ქვია მაგას, მირონი არ იყიდება, რა ქვია, მზეთები თუ ასე შემდეგ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მეგობრებო, ვაჭრობა მიმდინარეობს, ვაჭრობა, რითი ივაჭრებ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. იქნება ეს სანთელი, ჯვარი, ხატი, მეცაც გეტყვით, მნიშვნელობაზე უფრო მეტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობას საერთოდ არ შეიძლება ეკლესიებში, განსაკუთრებით ხატით,
სანთლით, ჯვრით ვაჭრობა საერთოდ არ შეიძლება, ეს განსაკუთრებულად ხდება ჩვენს ეკლესიებში. ასევე ბზით, მეგობრებო, ბზით ვაჭრობა, რომელიც ნებისმიერ კუთხეში დგას, შეგიძლია მოწყვიტო, მიიტანო და მოჭრა მიიტანო და მერე, რა თქმა უნდა, თუ მაინც და მაინც ამ ურიების მიერ შეპყრობილ ეკლესიებიდან გინდათ ის წყალი დაასხათ, რა ქვია, მაგას ნაკურთხი წყალი დაასხათ, რომელიც დღეს სამწუხაროდ იყიდება რომელიღაცა ეკლესიებში, ამა თუ იმ ეკლესიებში ნაკურთხი წყლები იყიდება, თან როგორი ნაკურთხი წყლები იცით, რომ აი შეკრული ნაყიდი, შეკრული წყლები ბოთლებით, 500 გრამიანი ბოთლებით რო დგას და იყიდება. იმაზე ზედ რა ქვია მაგას, მოპყურებული წყალი, ნაკურთხი წყალი, რომელიც ბოთლს დაეცა, ну ის იყიდება, ის წყლები იყიდება ერთ ლარად. ხო? და როდესაც ახლა მანგო ამ ხელს ამ საზოგადოებას, რომელიც იწყებს ვაჭრობას, ესე იგი ბზით, სანთლით, იწყებს კი არა და უკვე დიდი ხანია ამ ბიზნესში არის ეკლესიებიდან გამომდინარე, ბზით, სანთლით, ჯვრით, ხატით და ასე შემდეგ, ხო? ალბათ მოგხვდა ძალიან კობა, ხო? მოგხვდა ძალიან. და ეხლა რატომ მინდოდა მესაუბრა ამ საკითხის კომენტარებზე, მეგობრებო. თქვენ იცით, რომ ადამიანები, ესე იგი, აწყოში, რადგან ვერ ცხოვრობენ, ისინი გაურბიან აწყოს. ან ცხოვრობენ მომავალში, ან ცხოვრობენ ოცნებებში გადაეშვებიან ხოლმე, როგორც ჩვენს დღევანდელ საქართველოს პარტიას ქვია ოცნება, ანუ მომავალში გადასროლილები ვყავართ, ან კიდე წარსულში, რომელშიც იქექება, სადმე რამე ხო არ დაუშავებია ვინმეს. დღეს რომ ჭეშმარიტებას ამბობს ადამიანი, იმას რომ ჩირქი გინდა რომ მოსცხო და რაღაცა წარსულში იქექები, აი ეგ არის მნიშვნელოვანი. მე მაგას ვამბობ, რომ ჩვენი ეკლესია, ხო? ჩვენი ეკლესია, რომელიც აღებული ყავს ქაჯებს, აქვთ ქაჯებს და ესე იგი, მასში შემძრალი არიან ნებისმიერი ჯოჯო თუ რეპტილია და იქ მთლიან ჯოჯოხეთს აწარმოებენ, მე მათი წარსული და მომავალი არ მაინტერესებს. მე აწყოში ვამხელ ხოლმე მათ. მივედი, ვნახე, ვამხილე. აი ეს არის ჩემი აწყოში ყოფნა. მე არ მაინტერესებს ახლა იმ მღვდელს წარსულში რა გაუკეთებია, იმ ვიღაც წიხაროსთან რა გაუკეთებია წარსულში. ეხლა რას აკეთებს, მე ეგ მაინტერესებს რა. ეხლა რას ამბობს და რას აკეთებს. მაგალითად, როდესაც მე ეკლესიაში შევალ და ვამხელ ამა თუ იმ დახლს, იმ წამში რას გააკეთებს და რას მოიმოქმედებს ის ადამიანი, იქიდან გამომდინარე ვაზროვნებ. და არა ის ვაჭარი, რომელიც ეკლესიაში დგას და ყიდის, ადრე რას აკეთებდა და მის წარსულში ვიქექო და ის ამოვიღო ის დოკუმენტები, გესმით? უკაცრავად. ამიტომ, ნუ იცხოვრებთ წარსულში, ნუ იცხოვრებთ მომავალში, თქვენ უნდა იცხოვროთ აწყოში. ამას მე კი არ გეუბნებით, ამას გეუბნებათ ქრისტე. ქრისტე სახარებისეულად გვეუბნება ჩვენ. ნიკოლოზ ხმაურობ დედიკო. და როდესაც ახლა არ გინდა სიმართლის დანახვა, ჩემო კარგო, კობა, მაშინ მეც ვერ დაგანახებ სიმართლეს. ამიტომ ყველანაირ ხერხს მოძებნი იმისათვის, რომ რაღაცა გასამართლებელი ეხლა რაც შეეხება უკრაინაში წაიყვანაო და იქ ჩაახოცინაო, მე მაგაზე ნამდვილად ეხლა როგორ გითხრა რა, მანგო არავის არ შევარდნია სახში და არავინ არ წაუთრევია ძალით, რომ წამოდი ეხლა გინდა თუ არა ომში უნდა ჩაგაბაო. ყველა იმ ადამიანს ვისაც წასვლა სურდა, იმათ თავისი ჭკუით დაეხმარა, ჩემი აზრით დაეხმარა. ეხლა ის ვინც წავიდა, ის ძალით არავის არ წაუყვანია უკაცრავად. ხომასია დამეთანხმებით რა. ჯერ იმათ ტვინში რა იდო რომ სხვა ქვეყნის ომში წახვიდე, ჯერ საერთოდ ომში რო წახვიდე ეგ რა ქრისტიანულია, ხო?
და ეხლა მოდი რა წარსულზე ნუ ვილაპარაკებთ, ნურც მომავალზე. მოდი ვილაპარაკოთ ეხლა ამ წამს რა ხდება საქართველოში. ხო? ამ წამს რა ხდება საქართველოში. საბედნიეროდ ყველა ტაძარში არ ხდება მსგავსი ამბავი. ამიტომაც არის მოხსენიებული პატიოსანი მღვდელნი. კი, ნანა, ესა ნატალია, კი. ეგრეა, პატიოსანი მღვდელნი. ახლა მეგობრებო, მოდი, ერთი თხოვნა მაქვს რა თქვენთან რა. ზოგჯერ ესეთი შთაბეჭდილება რჩება ხოლმე, რომ იმ ადამიანებზე, ვინც უყურებთ ჩვენს ვიდეოებს, თუნდაც მანგოს ვიდეოებს, თუნდაც ჩემს ვიდეოებს, თუნდაც სხვა ადამიანების ვიდეოებს, სადღაც ერთი პატარა შეცდომა რომ დაინახოთ ხოლმე, ხო? მაშინვე თითქოს და გული აგიცრუდებათ ამ ადამიანზე და თქვენ იმას ვერ ხედავთ იმის უკან რა დგას რა. აი ახლა როცა ადამიანი საჯაროდ გამოდის და ყובה სიმართლეებს, ხო? იმას ძალიან დიდი ბრძოლებიც აქვს და თქვენ ნებისმიერ თქვენგანი ახლა ყობას ჩათვლით, რომელიც რაღაცა სივრცეში იმალება და გამოჩენა არ სურს და ვერ ჩნდება და ხელჩართულ ომში ხმალს ვერ იღებს ხელში, ასეთი ადამიანები ადვილად გადმოისვრიან ხოლმე იმას რეპლიკებს, კომენტარებს, რომ აი ესე და ისე თიც მიუშვერენ ხოლმე, გესმის? თიც მიუშვერენ და ისე საუბრობენ და რომ გამოჩნდნენ საზოგადოებაში, მაგისი ეშინიათ. ხო და ვიღაცას რაღაცა თუ შეეშალა, იმად გონიათ, რომ თვითონ უკეთესად იზავდნენ. არა და ერთი სიტყვის თქმის უნარიც არ აქვთ საზოგადოებაში. ხვდებით? ან დაფიქრდით ხოლმე, როდესაც ადამიანს მაგალითად ესეთ კომენტარს დაუწერთ, ხო? რაც გვიპოსტავ. რაც მინდა იმას დაგიპოსტავ და შენ თუ არ მოგწონს შემოკარგო, წადი იქ, სადაც მოგწონს. სადაც გაყიდიან, სადაც მოყიდიან, სადაც მოგატყუებენ. შენ ეგეთი საზოგადოება მოგწონს როგორც ჩანს. იმიტომ რომ ეგეთ საზოგადოებაში გაიზარდე და არ გამიკვირდება რომ ეგეთი საზოგადოება მოგწონდეს სიცოცხლის ბოლომდე. იმიტომ რომ ვერ შეიცვალე, უბრალოდ ვერ გამოходი ჩარჩოებიდან, ვერ. შემოკარგებო, ჩვენ დავიხსნათ თავი ჩარჩოებიდან. როგორ ჩარჩოებიდან, აი მაგალითად ასეთი ხალხის ჩარჩოებიდან, რომლებმაც მოგვაქციეს ჩარჩოში, რომ ესე და ესე უნდა მოიქცე უფროს, ესე და ესე უნდა ელაპარაკო, ესე და ესე უნდა მოიხსენიო ის ვიღაცა, ვინც აღმატებულ დონეზეა შენზე, როცა ქრისტე გვეუბნება, არ არსებობს ღვთის წინაშე აღმატებული და დაღმატებული ყველა ერთია. ამიტომ მოხუცი, ეპისკოპოსი, აღმატებული მღვდელი თუ დაღმატებული მღვდელი ეს ჩემთვის არ არსებობს, იმიტომ არ არსებობს, რომ ქრისტე, რასაც გვასწავლის, ჩემთვის ის არის ყურად საღები და არა ის, რასაც გვასწავლიან შემდეგ დაზიანებული აზროვნების ნებისმიერი აღმატებული ეპისკოპოსები თუ მიტროპოლიტები. წარმოგიდგენიათ, როგორ უზნეობაში არიან ეს ხალხი, რომ თავის თავს რომ მიტროპოლიტს უწოდებს და ეპისკოპოსს და რაღაცა იმას საზოგადოების მმართველს, პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს და იმის არ იყოს ლია წულუკენს, აქ კითხვებს მე ვსვამ. დასვი. წულუკიანო და შენ თავს ელაპარაკე მაშინ. მხოლოდ და მხოლოდ. დაუსვი შენ თავს კითხვები და პასუხებიც მასზე შენ თავად გაეცი. გესმით? ასე არის შემოკარგებო. ხო და ზოგ-ზოგი ერთები, რომლებიც ვერ იგებენ ამ საკითხს, თუ რატომ ვამხელთ, რატო ამხელენ ქრისტიანები, ჭეშმარიტად ქრისტიანები, იმ ვაჭრებს, რომლებიც ეკლესიაში არიან შემძროლები, აი იმათ კი აქვთ ხოლმე ესეთი კითხვები, როგორიც კობამ დასვა. კობიკომ. პირველად ვხედავ შენს კომენტარს, არ აქტიურობ ხოლმე და როგორც ჩანს ძალიან მოგხვდა ეს ვიდეო გულზე. ხო? დიახ. კითხვები ხომ არ გაქვთ მეგობრებო, რამის გაგება ხომ არ გინდათ ჩემთან, მეგობრობ თუ არა მანგოსთან, ვარ თუ არა ბრატი და ქალი თუ ასე შემდეგ, ხო არ გაინტერესებთ? ბრატი.
თუ გაინტერესებთ, დასვით კითხვა და გიპასუხებთ. კი ბატონო. და თუ კითხვას არ დასვათ, კიდე ხო არ გიპასუხებთ ტყუილად. მე ვთვლი, რომ საერთოდაც არ არის მანგო ურია, არამედ ჭეშმარიტად ამხელს ხოლმე იმ ხალხს, ვისაც ამხელს. მეორე ადამიანს თუ შეცდომები მოუვა, ეგ არ არის ჩვენი განსაკითხავი და რამე თუ მანგო ჩვენს მამად არ არის წოდებული, ხომ ასია? მამად არ აქვს თავი აღმატებულად, უწმინდესად და უნეტარესად დაყენებული. და ვისაც მამად აქვს დაყენებული თავი უწმინდესად და უნეტარესად, იმას კი შეგვიძლია ნამდვილად თითი დაუქნიოთ და მოვთხოვოთ. კერგან ვიკითხოთ, მოვთხოვოთ. ნატალია წერს, წმინდა მამა პაისის მოღვაწეობაზე ფილმი გადაიღეს და პირველი ნაწილი ითარგმნა ქართულად. აი, იქ არის მოხდელი წინამძღვარი. როგორი უნდა იყოს ხალხის ჭეშმარიტი წინამძღვარი, რომელსაც მიყავს ცხოვრების გზაზე. არანაირი მსგავსება არ არის დღევანდელ მოძღვრებებთან გამონაკლისების ჩათვლით. მოძღვრებთან. იცით რა არის ნატალია? მე გეტყვით ერთ რამეს რა. ერთადერთი მოძღვარი ჩვენ გვყავს და საუკუნოდ დაყენებული, ანუ დაუსრულებლად, ეს არის ქრისტე, იესო ქრისტე. მისი, ანუ ნახეთ რას ამბობს ქრისტე, შენსა და მამას შორის არავინ არ უნდა იდგეს ქრისტეს გარდა. არამც ვინმე მღვდელი თუ წინამძღვარი, არამედ წინამძღვარი უნდა იყოს ქრისტე. ეხლა ვიღაცას არ მგონია რომ ვინც წერა კითხვა იცის, ვიღაცა კიდე დასჭირდეს შუამავალი, რომ განუმარტოს იქ რა წერია, გესმის? და ეს თუ სჭირდება საზოგადოებას, ესე იგი ის საზოგადოება იწყებს აღუს დონიდან, ანუ ჯერ ანიბანიც არ უსწავლია ამ ადამიანებს, ანუ ანიბანის დონეც არ ესმის. კითხვიდან აზრის გამოტანის უუნაროა ესე იგი. და მას თუ სჭირდება ვინმე მასწავლებელი, ხო, მასწავლებელი თუ სჭირდება, მაშინ მას ქვია მასწავლებელი და არა მოძღვარი. მოძღვარი არის ერთადერთი, მხოლოდ. თუ ქრისტიანი ხარ, ეხლა მოძღვრები სხვებსაც ყავთ, მაგალითად კრიშნაისტები არიან, ბუდისტები არიან, ვიღაცები მიმდევრები ხო არიან, ზოგს მოძღვრად მუჰამედი ყავს, ზოგს მოძღვრად რა ვიცი ვინ ყავს, ხო? და ჩვენ თუ ქრისტიანული აზროვნებიდან გამომდინარე საუბრობთ, გვყავს ჩვენი მოძღვარი, ეს არის ქრისტე. და ქრისტე, რასაც საუბრობს, ეს გვიწერია, ხო, წერილობით არსებობს, წავიკითხავთ, გავიგებთ. ეხლა ჩვენ კიდე თუ ვიღაცა სხვა მოძღვარი გვჭირდება, რომ ქრისტეს სიტყვებით დაგვმოძღვროს, ხო? მაშინ უკაცრავად, მაშინ ჩვენ ანიბანის დონე არ ვართ. და ქრისტეს მეორედ მოსვლაზე ოცნებაც ის არის რა, ცოტა ზედმეტია. შენ თუ ქრისტეს მეორედ მოსვლაზე და აღდგომაზე საუბრობ, აი ხლა მოდის აღდგომა, ხო? აღდგომას ყოველ წელს ვზეიმობ თითქოს და ყოველ წელს ხდებოდეს აღდგომა. აღდგომას უნდა ვზეიმობდეთ ყოველდღიურად, ხო? იმიტომ რომ აღდგომა იყო და რაღაც უნდა მაგას ყოველწლიურობა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ადამიანი დავიწყებას არ მიეცეს, ესეთი რიტუალური რაღაცები შემოიღო, რომ ყოველწლიურად იზეიმოს, ცოტა არეულია ამ დღეებში, მაგრამ არა უშავს, მაინც ყოველ თვეზე თუ წელზე თუ კვარტალზე ხო დამთხოვა მაინც ხდება ხოლმე რა ამ რიტუალებს და მასწავლებელი თუ გჭირდებათ, ეგ სხვა საკითხია. მაშინ დაერქვას ამას მასწავლებელი და არა მღვდელი და მიტროპოლიტი და მეუფე და ეპისკოპოსი. აი, სითავხედია ეს ადამიანის, რომ ქრისტეს მერე ეპისკოპოსი დაირქვა და თან მით უმეტეს მისი ტიტული მიიწერო უწმინდესი და უნეტარესი. ქრისტეს ტიტული რომ მიიწერო, აზე ხართ? ხო და ამას თუ ვერ აზროვნებს კაცობრიობა და წამოცდომითაც კი წამოწდა ერთხელ ერთ-ერთ მსახურს, რომ ჩემთვის მეთქი ქრისტეა პირველი და ჩემთვის ილია მეორეაო და მე ვთქვია ესენი მართლა უბერავენ რა და
გავჩერდი იმის მერე, რა უნდა ელაპარაკო ახლა ადამიანს? ქრისტეზე ვესაუბრები და ილია მეორეს მიყენებს ქრისტეზე წინ რა. და იმას თავის გონია თავი რომ ქრისტეს ემსახურება. აი ესეთი რაღაცეები ხო, მხოლოდ გაღვიძებულ ადამიანებს ჭირდა. გაღვიძებული ადამიანებიო ქრისტე ამბობს რომ მოვალო, ერთი თუ დამხვდაო. მადლობას ვიტყვიო რა, ესე გამოდის. ესე გამოდის და ხო ხვდები რატომაც გამოდის ეგ ერთიც თუ დამხვდაო. ამ 9 მილიარდ კაცობრიობაში ერთიც თუ დამხვდაო. წარმოგიდგენიათ რას ამბობს ქრისტე? გამოღვიძებული თუ ერთი დამხვდაო და დღეს ჩვენ საპატრიარქოს და მის ესე დავარქვე გველის წიწილებს თავი უმაღლესი ქრისტიანები გონიათ და უკვე 60-ში არიან, პირდაპირ შესულები არიან იქ. ქრისტესთან დგანან უკვე რა. ყველანი უკვე 60-ში ვცხოვრობთ აქ. ისეთი წმინდანები ვართ. ხო და რა ვიცი, აბა როგორც გინდა ისე მოიტყუეთ თავები რა, მაგრამ დროა გამოფხიზლების. ანუ ნამდვილად იმ ხალხს ვეღარ მოატყუებთ, ვინც გამოფხიზლებულია და თქვენი თავების მოტყუება თუ ძალიან გსურთ, კი ბატონო. ემსახურეთ თქვენ თავებს და ფულს. დანარჩენი სხვანაირად ვეღარ გეტყვით უკვე. ეხლა დაგემშვიდობებით, გაკოცეთ, ბედნიერ დღეს გისურვებთ, მეგობრებო. არის წვიმიანი დღე. ეს ორი დღეა რაღაც წვიმიანია და ქალაქში რო ვიყავი რაღაცა იქ მithქმა მოთქმა იყო ეს რა, მინდია ყველაფერი შევინახე. ეხლა ისე უნდა ამოვიღო. აი ესია, დიახ. სანამ არ გამოიზაფხულებს. ჩვენ ხან თავზე ვდგავართ და ხან ყირაზე, ხო? ხან ფეხზე და ხან თავზე, ესე გამოდის. და გამოზაფხულება კიდე იწყება, როცა ქრისტე მოდის. და ქრისტე მაშინ მოდის, როდესაც შენ მას მოიწვევ, მეგობრებო. განა ისე რომ აი ქრისტე მოვა და თავში ჩაგაცხობს კომბალს. არამედ ქრისტე მოვა მაშინ, როცა გამოიძახებ მას. შენ თუ ქრისტეს ცნობიერებაში ჯერ ვერ გამოფხიზლებულ ხარ და ილია მეორეს აყენებ ქრისტეზე წინ, ანუ უკაცრავად და თავის ცხოვრებისეულ დონით გამომდინარე, როგორაც გამოიყურება იმ ასაკში, რომელ ასაკშიც არის, სულ ერთია ეხლა ზოგიერთები რო ამართლებთ ხოლმე, ამ ასაკში მიხვალ და მერე ნახავ. ამ ასაკში მისულია ხალხი და ძალიან კარგად გამართულად დგას და ძალიან ხო, მერე კიდე რას ამბობენ ხოლმე, იცით რომ მთელი ერის ცოდები აქვს კისერზეო. იცოდეთ მეგობრებო, არც ერთი თქვენგანის ცოდვა სხვას არ მოეკითხება, მით უმეტეს ილია მეორეს არ მოეკითხება. თქვენი მოგეკითხება თქვენი ცოდვა და სხვის თავზე თქვენი ცოდვა არასდროს არ ჩამოეკიდება. ეგ იცოდეთ, ნამდვილად მაგაში ნურავინ მოგატყუებთ და აი ილია მეორეს რომ თავისი ცოდვები ჰკიდია თავის ზურგზე და სადაც აქვს თავი, როგორც აქვს თავი თვალნათლივ რომ სახეზია რა ცხოვრების მატარებელიც იყო, ხო? აი ამაში კი ნურავინ მოგატყუებთ რომ იმას შენი ცოდვები აქვს გადატანილი. არა. იმას თავის ცოდვები აქვს. და იმას რომ იმ ადამიანს რომ ქრისტეზე წინ დააყენებ, ხო? აი ქრისტეზე წინ რომ იმას დააყენებ, აი მან მართლა ძალიან მაგრად იჭრები ქრისტეს წინაშე. ხო და ასე რომ გაკოცეთ მეგობრებო და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, შემდეგ ბრძოლამდე. არა, ხუმრობ ახლა მართლა შემდეგ ბრძოლამდე არა. ხვალამდე ან დღეს საღამომდე კიდე.